Სამივით მეგობრებო, თქვენთან მეარსება და არხი გაბედაში 803 და დღეს მეგობრებო, როგორც სულ ჩვენ ისევ როგორც ტრადიციულად, ჩვენ ისევ მივიდეთ ჩვენს ფერმაზე, ჩვენს უკვე საყვარელ ფერმაზე, რომელიც დღეს მე მაქვს მეგობრებო გასაკეთებელი მთლიანი ფერმა რაც კი არის ჩვენ სოფელში, ვინაიდან მეგობრებო, ჩვენი ფერმერი ჟიტელნიკი, რომელსაც თქვენ უკვე კარგად იცნობთ, ჩემი ერთ-ერთი ვიდეოთი, თუ არ გიყურებიათ ნახეთ, თუ არ უყურეთ ნახეთ აუცილებლად ეგ ვიდეო ძალიან საინტერესო გამოვიდა. მაგ ვიდეოში, როგორც მე მახსოვს, მაგ ფერმერმა გამყიდა რაღაც ყუთი ვიყიდე ამ ფერმერისაგან. და მოგეთ მეგობრებო, დღეს მე მივდივარ მის მაგევად ასევე მეგობრებო, უნდა გავაკეთო სამუშაო, მაგიტომ მოით ავიღოთ ჩვენი თოხი და ავიღოთ სტაფილო, ავიღოთ ჭარხალი და კარტოფილი და მეგობრებო, აღარ ხორბლის თესლი არ მაქვს, ნუ არა უშავს. დღეს მეგობრებო, მე ძალიან კაი დღეა შეხედა, იმზე არის, არავით არის წვიმა, არავით არის საერთოდ რაღაც ცივია მინდები. ჯანდაბა მეგობრებო, აი მეგობრებო, რას ნიშნავს ერთი დღე არ იყო შენს ფერმაზე? მოიცეთ მეგობრებო. და არა, ეს ერთი დღის გამო არ არის. ჟიძელნიგებო, ვინ მიქნა? არა მეგობრებო, ეს ამის გამო არ არის, რომ ერთი დღე არ ვიყავი სამუშაოზე. ვიღაც დებილმა ჩემი ფერმა გაანადგურა, ნუ როგორ მეგობრებო, ნუ შეხედეთ მეგობრებო, თან თითქოს მეგობრებო არ ვიცი, აი ასე უბრალოდ ხტუნავდა ეს მეგობრებო. ой, მეც გავინადგურე, მაგრამ ვინ გამინადგურა ეს ფერმა? ჯანდაბა მეგობრებო, ეხლა აი ამ დებილის გამო ეხლა მომიწევს. ნუ კაი პრინციპში მეგობრებო, ერთი წამის ამბავია. მაგის გამო მეგობრებო, მე ჩემს დღეს არ გავიფუჭებ. მოგეთ მეგობრებო, რაც უნდა მეთქვა, ხო, ამ დღიდან მე ყოველ დღე ვეღარ გადავიღებ ვიდეოებს. ასე მეგობრებო, მოგეთ მიწევს ჯერჯერობით, რომ ვიდეოები მეგობრებო, ნუ გეშინიათ, გამოვა აუცილებლად. როგორც მინიმუმ 3 ვიდეოს დღე კვირაში დავდებ. 3 ვიდეო კვირაში როგორც მინიმუმ მაინც დაიდება მეგობრებო. არ მიგატოვებთ, ნუ გეშინიათ. უბრალოდ მეგობრებო, ასე ყოველ დღე ან 6 ჯერ კვირაში ვეღარ გადავიღებ ვიდეოებს. ხოლო მეგობრებო, შემიძლია ნუ სადაც 4 ჯერ 3 ჯერ კვირაში ჯერჯერობით მეგობრებო. ვინაიდან მეგობრებო უკვე დაიწყო სკოლა, ეს ამბები მეგობრებო. მეგობრებო, ისე კომენტარებში დაწერეთ, რომელ კლასში ხართ თქვენ მეგობრებო. ძალიან მაინტერესებს. კაი მეგობრებო, აქაც მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ რა. აი რანაირი ჟიტელნიკები ხართ? სად არიან ერთი? გამოვიდნენ, აბა თუ მამაცები არიან. მათ გამო მეგობრებო, ეხლა უნდა გავაკეთო მთლიანი ეს ფერმაც. არა უშავს. მე ამ ჟიტელნიკებს ისეთ რამეს გავუკეთებ, რომ თვითონ მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება, ასე ვთქვათ. ნუ კაი, აქ სტაფილო დავრგათ. და აქ პრინციპში კარტოფილიც შეიძლება. მეგობრებო. თითქმის დავამთავრე. და მეთქი აქ კატომი იყო, მამის კარტოფილი იყო. და აი მეგობრებო, ეხლა მეგობრებო, მოდით ახლა იმ დიდ ფერმას მე გავაკეთებ, იქ ჟიტელნიკია თან. იმ დიდ ფერმას გავაკეთებ. და დაგიბრუნდებით თქვენ. მეგობრებო, მოკეთ გავაკეთე ეს ფერმა თავიდან ბოლომდე. მე შეხედეთ მეგობრებო, რამდენი ის თესლები გამომიჩნდა, აი კარტოფილის თესლები, სტაფილოს თესლი, ხორბლის და ასე შემდეგ. მაგიტომ მოვით ახლა წავიდეთ ჩვენს სახლში, და დავისვენოთ. ძალიან მეგობრებო, მჭირდება დასვენება. ეს რა ჟიტელნიკია? გამარჯობა. ერთიც უკაცრავად და თქვენ ვინ ხართ? საბა, გამარჯობათ, მოკეთ, ეს ხო თქვენი სახლია? ნუ კი, ეს ჩემი სახლია და თქვენ ვინ ხართ? სიმართლე გითხრათ, პირველად ასე ვთქვათ, გხედავთ ჩვენ სოფელში. და როგორ? არ გახსოვთ, ერთი თვის წინ მე მოვედი, იმისათვის რომ სახლის ფული გამომერთვა.
მაპატიეთ, დიახ, აი ახლა გამახსენდა, დიახ, მახსოვს. და რა იყო უკვე დროა? ნუ რასაკვირველია უკვე დროა, უკვე ერთი თვე კი არა, უკვე რამოდენიმე კვირაც კი გავიდა, ერთი თვეზე უფრო მეტი გავიდა. ნუ კაი მოით, არ არის პრობლემა, მაშინ თოხს ახლავე დავდებ და ახლა მოგზაინთ და რამდენი სუმრუდი გჭირდებათ? ნუ მომეც, ნუ პრინციპში ახლა ნახავ საბუთებში. სულ 10 სუმრუდი. 10 სუმრუდი? კაი, არ არის ოკეი, არ არის პრობლემა. ჯანდაბა მეგობრებო, მე დამავიწყდა მეგობრებო, რომ გუშინ მე ვიყავი წასული ჩემს მეზობელ სოფელში და იქ ზიწელნიკებთან ვიყიდე, ნუ თოხი, ვიყიდე ახალი თესლები, კარტოფილის, ჯანდაბა და დავხარჯე 12 სუმრუდი. და რა ვქნა მეგობრებო, სულ 4 სუმრუდი მაქვს. კაი მეგობრებო, ამის მოვიფიქრებ. დიახ, უკაცრავად, მაგრამ მე სულ 4 სუმრუდი მაქვს დარჩენილი და არ შეიძლება რაღაცნაირად რომ, 4 სუმრუდი რომ მოგცეთ და ერთ კვირაში მე მექნება უკვე ხელფასი და მოგცემთ ორჯერ უფრო მეც. რას ჭიშავს არ გაქვთ? არა, ასე არ გამოვა, ასე საქმე არ გამოვა. მე მჭირდება ზუსტად 10 სუმრუდი. ვინაიდან ერთი თვეზე უფრო მეტი გავიდა, საბა. არ მესმის თქვენი. თქვენ შეგეძლოთ დაგეგროვებინათ ეს 10 სუმრუდი, ეს 2 სუმრუდის კი არ არის და 4 სუმრუდს და ისე რომ ერთ კვირაში მოგცემთ, რაღაც ორჯერ თუ 5ჯერ მეც, ეს არ მაინტერესებს. დღეს აი ამ წამს მჭირდება 10 სუმრუდი. так, მეგობრებო, ერთ კამერას გავთიშავ, რამეს უნდა მოვაგვარო რა. ეხლა ერთ წუთს კამერას გავთიშავ. ზიწენიკო გთხოვთ რა. ხო, მეგობრებო, აი მე როგორ მოვილაპარაკე. მოგიყვებით რა მოხდა. მე ოდესას კამერა გავთიშე. აი ყველანაირად აი ვთხოვდი ამ ჟიწენიკს რომ მოეცა ჩემთვის დრო, აი 3 დღე მაინც, რომ ვიღაცისგან ამიღო 6 სუმრუდი. მას აღარ უნდოდა მოკეთ მოსმენა. ეგრევე გამოვიდა ჩემი სახლიდან, მეთქი სად წავიდა. მოკეთ გამომიყვანა სახლიდან და გადაკეთდა ჩემი სახლი. მოკეთ მეგობრებო და თუ მე შევედი ჩემს სახლში, მე უკვე აუცილებლად უნდა გადავიხადო 30 სუმრუდი. მაგიტომ მეგობრებო, დავტოვე უფრო კარგი ეს სახლი და არ ვიცი ახლა რა ვქნა. ერთი იდეა მეგობრებო მომივიდა თავში. უკვე წავალ მეგობრებო მეზობელ სოფელში. იქ ხო ასე თქვათ ვიყიდე სახლი. მაგიტომ მეგობრებო ახლა წავალ. მეგობრებო, რა დამჩა ამ სახლის შემდეგ? 4 სუმრუდი და ტელეფონი მეგობრებო. რა ვქნა მეგობრებო, აი რატო არ ასეთი წყნარი? იმიტომ მეგობრებო, რაღაც ვიზამ აქა. უკვე რაც არ უნდა ქნა, იტირო, გაბრაზდე თუ რაღაცა, მაინც ვეღარ დაიბრუნებ ამ სახლს, სანამ 10 სუმრუდს არ გადაიხდი. მეგობრებო, მე კიდე არ მოგიყევით. 10 სუმრუდი უკვე აღარ უნდა ამ ჟიწენიკს. 20 სუმრუდი მოუნდა ამ საწყალს. 20 სუმრუდი მეგობრებო, წარმოგიდგენიათ? მაგიტომ მეგობრებო, მოდით ახლა კამერას გავთიშავ და წავალ ჩემს მეზობელ სოფელში და ჩავთავ იმ დროს კამერას, როდესაც უკვე მანდ ვიქნებ. მეგობრებო, აი მოკეთ უკვე მოვედი ჩემს სახლთან, აი მეგობრებო, ჩემი სახლი რომელიც ვიყიდე. მეგობრებო, როგორ მინდა ეხლა დავისვენო. ვერ წარმოედგენთ. დღეს მეგობრებო იყო ყველაზე ცუდი დღე და ძლივს 3 დღის განმავლობაში რამე მაინც კაი. მოით ეხლა ეს ჩემი სახლია? მეგობრებო, ეს ჩემი სახლია. შუშაზე, სად არის ჩემი ნივთები? აქ ფეჩი, აქ ვერსაკი, აქ ფეჩი და აქ საწოლი იდგა. მაგიდასთან ერთად და 5, ორმაგი 5. так, სად არის მერი? მერი, მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს რა მოხდა აქ დროზე. მე რო გამარჯობათ, მე მოვედი მოკეთ თქვენ სოფელში, მაგრამ ძალიან დიდი ისტორია. მე მინდოდა ამ სახლში რამოდენიმე დღით ყოფნა, ასე ვთქვათ, ჩემს სახლში მეც მე, თქვენ იცით რომ რამოდენიმე კვირით რო ვიყიდე, მოვედი და მე ყველაფერი განადგურებულია და როგორ ამიხსნით ამას? საბა, მოკეთ ძალიან ცუდი რა მოხდა. სანამ შენ იყავი შენ სოფელში,
მოვიდნენ 1-2 ჟიწელნიკი რა, რომელთაც ძალიან სჭირდებოდათ სახლი. იყიდეს 15 უბრალოდ რამოდენიმე დღით, მაგრამ აღმოჩნდნენ ძაცველები და ქურდები აღმოჩნდნენ და მოკლედ გატეხეს შუშები, კარები მოხსნეს და ყველაფერი აბსოლუტურად რაც იყო მაგ სახლში წაიღეს თან. რას ნიშნავს წაიღეს თან? მე ხო ჩვენ ხო უკვე ასე თქვათ დავთანხმდით რომ ეს სახლის რამოდენიმე კვირით ჩემია. ჩემი და ხო ჩემი და რატომ? საბადო რა ვექნა შენ ისეც არ მოდიოდი და ეს სახლი ისეც უტრიანდებოდა და დიდ ბოდიშს გიხდი. კაი მე რო ნახვამდის. მეგობრებო, ახლა რა ვქნა მეგობრებო, აქ ახლა არავის არ ვიცნობ. ახლა ისევ უნდა წავიდე ჩემს სოფელში. მეგობრებო, შეხედეთ, სახურავიც კი მოხსნეს და კედელიც კი გაანადგურეს. დებილები. ხადა მეგობრებო, პრინციპში მეც დებილი ვარ. ყველაზე ცუდი დღე ჩემს ცხოვრებაში მინიკრაფტში, მეგობრებო, უბრალოდ ამ ვიდეოს ასე უნდა დავარქვა. კაი მეგობრებო, წავალ ახლა ჩემს სოფელში და კამერას ჩავთავ, როდესაც ჩემს სოფელში ვიქნები. მოგეთ მეგობრებო, უკვე ხედავ ჩემს სოფელს, ხედავ ჩემს სახლს, რომელიც უკვე 1 კვირით არ იქნება ჩემი სახლი. და მოკეთ მოვდივარ და არ ვიცი მეგობრებო რა ვქნა, სად ვიცხოვრო, სადაც ისიც არ მაქვს რა. მოგეთ ვიცხოვრებ, მოკლედ მეგობრებო, აი აქ მიწას და მოვიდა მეგობრებო, სოფელში მიწის აღება არ შეიძლება, ეს ეკუთვნის სოფელს. მაგიტომ მოვიდით მეგობრებო, მერს მაინც ვთხოვოთ მიწა, ერთი სტაკი მიწა მაინც ექნება. ეს მეყოფა. მერო და ხომ არ გექნება ერთი სტაკი მიწის? გამარჯობა და რა კიდე ერთი სტაკი მიწის? მე მინდა სახლი ავიშენო, მოკლედ, ხომ? ასეთი უიღბლო ადამიანისთვის როგორიც ვარ მე, არ სჭირდება სახლი, მოკლედ, რა ვიფიქრე. ასეთ უიღბლო ადამიანს როგორიც ვარ მე, სჭირდება უბრალოდ ნამდვილი მიწის სახლი რა, ასეთი უიღბლო ადამიანს გთხოვ, გექნება 32 მაინც მიწა, მე ბევრი არ მჭირდება ასეთ უიღბლო ადამიანს. საბადო, საიდან აიღე რომ უიღბლო ხარ, საიდან რის გამო აიღე? რის გამო მე რომ გინდა გიხსნა ყველაფერი, ჯერზეც დილიდან და დავიწყოთ. ჯერ ფერმა ვიღაცამ გამინადგურა. ამაზე თვალები კიდე დავხუჭე. შემდეგ მივედი ჩემს სახლში, იქ დამხვდა სპეციალური ადამიანი, ვინც იღებს ანუ სახლებისაგან, ანუ სახლის ასე თქვათ ისა რა, სახლის ფულის აღებისათვის მოვიდა ადამიანი რა, ჟიტელნიკი. მე მქონდა 4 ისრული და მჭირდებოდა 10. მოგეთ არ მქონდა და მან უბრალოდ სახლი წამართვა, ასე ვთქვათ, და გადაღობა და სანამ მე 20 ისრულს უკვე მთხოვს. შემდეგ წავედი ჩვენს მეზობელ სოფელში, სადაც მე უკვე სახლი რამოდენიმე კვირით იმასქენი, რამოდენიმე კვირით ვიყიდე და იცი რა დამხვდა? გატეხილი კედლები, დამსხვრეული შუშა, კარები, გახსნილი კარები, ისა ყველაფერი წართმეული, ყველაფერი გაძარცული, ყველაფერი განადგურებული და მერე კიდე მერმა მითხრა უბრალოდ ვიღაც 2 ჟიწელნიკიო დაასახლაო და შენიათ მე რომ ეს არ არის ცუდი დღე? მეგობრებო, მე რომ მაშინ არ ვიცი რა არის ცუდი დღე. საბა, შენ მართლა გონია რომ ეს არის ცუდი დღე? საბა, შენ უბრალოდ აიცი როგორი ხარგძლივია ცხოვრება. მართლა გეუბნები რომ ეს არ არის კიდე დასაწყისი, ასე ყველია. ცხოვრებაში იქნება კიდე ძალიან ბევრი უიღბლო და ძალიან ბევრი იღბლიანი დღეები. ეს ამას 100%-იანი გეუბნები საბა და იმის საგამო რომ შენ სახლი ამ სოფელში რომ სახლი წაგართვეს და იმ სოფელში რომ სახლი გაგინადგურეს, ეს კი იღბლს ამას რთულად დარქვა, მაგრამ ის რომ შენ ცხოვრობ საერთოდ ასეთ კარგ ცხოვრებას, ეს ნამდვილი იღბალია. მე რო პრინციპში შენ ისე მართალი ხარ. ერთ მხრივ მეგობრებო მართლა მაგარია მერი. მეორე მხრივ მართლა უიღბლო დღე მქონდა, მაგრამ მესამე მხრივ მართლა მერი მართალია. მაგრამ მე რო რა გავაკეთო ახლა სახლი არც იმ სოფელში არ მაქვს და არც ამ სოფელში და ყველა სახლი აბსოლუტურად სოფელში დაკავებულია. საბა, იცი რას გავაკეთოთ? პრინციპში დაგივტკიცო რომ ეს არ არის უიღბლო დღე, მე შენ მოგცემ 6 ისრულს. გადაიხდი, რამდენი გჭირდება ისრული? 20 ისრული, ვინაიდან მის ჟიტელს სჭირდება 20 ისრული. კაი, მოკეთ, მოდი საბა ახლა მოგცემ
სისურვოც და იცხოვრე შენი ცხოვრებით, კაცო. ეს არ არის ვიღო დღეს საბად, უგონია ყველაზე ცუდი დღე. კაი მერო, დიდი მადლობა, კაი მაშინ იქ დაგელოდები. მეგობრო, პრინციპში მერი სწორია, ეს არ არის ერთ-ერთი ცუდი დღე, რაც იქნება ჩემს ცხოვრებაში. მერი ამაში კი ისტორია, მაგრამ ის რო ცუდი დღე იყო, ესეც დადასტურებული არის. კაი მეგობრო, მომაკეთ ახლა დაგემშვიდობებით. მე მერს დაველოდები რომ ის უმროდები მომცეს. ნახვამდის.